11, 12 და 13 ივლისს რუსთავის სპორტის სასახლე ფრენბურთში 22 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებმა ვარჯიში უკვე დაიწყო. სპორტსმენებს და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს რუსთავის მერი შეხვდა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. რუსთავში ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები გაიმართება. ეს არის ძალიან დიდი სპორტული მოვლენა, რასაც ჩვენი ქალაქი და სპორტის სასახლე მასპინძლობს. მინდა ძალიან დიდი წარმატებები უსურვოთ ჩვენს ბიჭებს. მემზადებით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისთვის მიმდინარეობს 22 წლამდელებში შეჯიბრება. ძალიან კარგი მზადება გადის გუნდი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ყოფილი ვართ რუსთავის დარბაზით ინფრასტრუქტურით, რაც შემოგთავაზა რუსთავმა. ძალიან მოხალი ვარ რუსთავში ტარდება ეს ჩემპიონატი, რუსთაველი ვარ. გვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის, 22 წლამდებისთვის და ვარჯიშები გვაქვს, ზბორზე ვიყავით ახლა რამოდენიმე დღეით და იმედი მაქვს, რომ გავალთ ევროპის ჩემპიონატზე და შედეგს დავდგეთ.